გამარჯობათ, მოგესალმებით. აბა როგორ ავართ? როგორ მიდის საქმეები? ძაღლები როგორ აქვს საქართველოში ძაღლები? პატარა ცუგები, პატარა აუები როგორ არიან? აი თქვენს პატრონს უბედურს თქვენსას. ესე იგი ეს 2 თუ 3 დღე არის, ხო? აი არც წერდი, არაფერს არ ვიძახდი და ამ ტყდარია დედის ტყნა, აი უნდა ავიმყრავლო პირი რა დღეს, აი ეს ძაღლებს რა ძაღლებზე რა ხდება და ეხლა პირი რო არ ავიმყრავლო ეს ხო არ შეიძლება რა. ამ ტყდარია დედის ტყნა საქართველოში მოკლედ ძაღლებს ჩამფურზე წვავენ და ქათმის ნაგეცების მაგივრად მე მგონი იმის ხორცდებენ შიგნით და ასე და ისე და გამოსულები არიან ეს ძაღლის უფლება მოტყნული დამცველები ესენი და თელ ამბებში არიან რა მოკლედ რა და ერთი მე მგონი 3 თვის წინანდელი ამბავი არის მაგ ბოზიშვილმა უფლება დამცველებმა რა გააკეთეს საქართველოში და ბავშვს რა გაუკეთეს აგერ გაგახსენებთ გახსოვთ ხო პატარა ბავშვმა რო გამოაბა იმას რა ქვია იმას გამოაბა ძაღლს გამოაბა თავის ძაღლს გამოაბა საყელურზე გამოაბა თოკი და ბავშვურად ეთამაშებოდა და ველოსიპედით მოაბა ეს თოკი და დაატრიალა და უნდა წაეყვანა დედის პირი დააფარეს ბავშვს ბავშვი არის რამხელა 5-7 წლის მაქსიმუმ რაღაცას დედის პირი ესე იგი აგინეს აბულინგეს ოჯახიანად შენი მკვდარი, შენი დედა, შენი რა გაიზდები, შენ კვლელი იქნები. ასე შემდეგ, მე ამათი დედას ჩავაჯვი, რატო იცი? იმიტომ რომ ძაღლებზე მეტი იქით საფიქრალი არ აქვს. ეს თავრობა მე მგონი აი ამ ძაღლებზე რო რაღაცები მოხდეს, მაშინ გადააყოლებენ ამ ძაღლებს. მანამდე ხალხით ფეხებზე კიდია თქვენ ძაღლის შვილებო მართლა. ამდენი სუროგატი დედა არის. და მომრავლებული არის საავადმყოფო და ბავშვებით ვაჭრობა მივდის მთლიანად იმეებში, რა ქვია, კლინიკებში, მაგაზე თქვენ ხმას არ იღებთ. აბორტებზე თქვენ ხმას არ იღებთ. არაფერზე ხმას არ იღებთ, თქვენი დედა მოვტყან მე და რაღაცა ძაღლის იმს არა ამოდისო წკმუტუნიო ძაღლები წკმუტუნებენო და ამოდისო იქიდან სუნიო და ესეთი რაღაცები ხდებაო და ვაიმე და ისა და ეს რა ხდება ერი გადავჯიშდი თურმე და დაგვენძრა რა მართლა დანძრეული აქვს ამერს რომ აემაზე მეტი სანერვიულო საქართველოში არ არსებობს რა დაგვანათლა ამ დედა მოტყნულმა ევროპამ და ამერიკამ რომ ეს ხალხი ახალგაზრდობა მინიმუმ 1-5 თაობით გამოაყაროჩი რა მე ვერ ხვდები ხანდახან ერთი ირანის ბომბი რაღაც გარკვეულ დონეზე ალალი არის ხანდახან მასე ვფიქრობ რა მეტი ჩვენი საშველი საქართველოში მე მგონი არაფერი არ არის ამ დონეზე რომ მიდის საქმე რომ ძაღლებზე ნერვიულობენ ადამიანები ისდეც რა არ ვიცი მართლა დარხეული აქვს ამ ქვეყანას რა ვაი თქვენს პატრონს კიდე უბედურს კარგად